ქუთაისი საოცარი ენერგეტიკის უძველესი ქალაქი, საქართველოს კულტურული, ისტორიული და მე ვიტყოდი კულინარიული გულიც. ამ ქალაქში თავს იყრიდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და ასევე ამ ქალაქს აქვს თავისი კულინარიული ისტორია. მე მაინტერესებს, რას მიირთმევენ აქ ქუთაისში. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. ეს ორნაერია მე მგონი. დიახ, ორნაერი გვაქვს, ერთია დადუღებული ტკბილით და მეორე დაწმენდილი ტკბილით. და რა ყურძნით არის დამზადებული? ციცქაცოლი კაურის წვენით. ეს არის ესე იგი ის, დიახ, ეგ არის დაწმენდილი ტკბილის უშაქრო და ნატურალური და საუკეთესო. მაგის ყლაბიც გვაქვს. ძალიან გემრიელია. და მაგარი რაც არის რომ სიტყვასთან ერთად აქ ამ ყურძნის წვენის სიმჟავეც და თხილთან ერთად არის არაჩვეულებრივი. დააგემოვნეთ. აი, ინებეთ. აი ეს ხმელი რა არის ამიხსენ? აი ქინძი, უცხო და ყვითელის ნარევი. ერთად არის ხმელი. ზირას ჩაგიყრი, ქონდარს და ყვავილს ყველაფერს ნახავახა შევაზავებ და სუნი ნახე. ამას იხმარ კატლეტზე, ტოლმაზე, როლზე, ლობიოზე, ხარჩოზე, ყველაფერში. ვაიმე, ეხლა წამოვიდა მართლა ხახს მოვთუშავდი ამასთან ერთად და ჩააყრი. და ბადრიჯანსაც შევაზავდი ნიგზიანს ამ არაჩვეულებრივ სუნელს. კი გეხოთ. კიდე აჯიკა დავინახეთ თქვენ და უნდა გამასწრებთ. ძალიან საუკეთესო გუშინელი გაკეთებულია, წარებს მასიარი. აი ძალიან გამამწარებს. აუ ძალიან მაგარია. ცხარეა ნამდვილად, მაგრამ ისეთი სუნელებით არის შეზავებული და ეს მარილიც ზომიერად აქ რომ არ დავიხჩვი ახლა და გასინჯავთ ალბათ, ხო? კი, პატარას. ინჯეთ. ეს არის ნაკლებად მარილიანი, საუკეთესო ყველი, მაჭიგზე დამზადებული. მაჭიგზეა დამზადებული. რა თქმა უნდა, მაჭიგზე დამზადებული, ნატურალური. ეს კონკრეტულად სახაჭაპური. დიახ, უმარილო, რა თქმა კარგად უნდა. დნება ყველაფერი, როგორიც უნდა იყოს ეს კაპოში, ყველი ისეთი დიახ, ნამდვილი. აი ესეც სუფრის ყველია. ესეც სუფრი პატარა დამაგოვებული. ეს არის ესე იგი სუფრის ყველი, ნაკლებად მარილიანი თუ უფრო მარილიანი? აი ნახე ნასწრეტებიანიც ვიპოვეთ. აბა დააგემოვნეთ ესეც. ნამდვილი ყველის გემო, აბა რა. ნამდვილი ყველის გემოა, მარილიც ძალიან დაბალანსებულად არის. ეს ნატურალურია, დიახ. ნატურალურია, ხო და მადლობა დიდი. არაფრის. გამარჯობა ძვირფასო ძლებო, ეს სახელი მომწონს ძალიან. გამარჯობა მობრძანდი. მადლობა. ძალიან გვიხარია რომ მოხვედრისთვის. მეც ძალიან მიხარე და მომწონს უკვე აქაურობა და შიგნით რა დამხდება ვხდები უკვე. უკვე ხარ ძლები და რას ნიშნავს სამასპინძელი? რესტორანი არ გვინდოდა რომ რქმეოდა ამ ადგილს, იმიტომ რომ არ არის ეს ტიპიური რესტორანი. ეს არის ადგილი, სადაც ვიღებთ სტუმრებს და ისევ უმასპინძლდებით, როგორც უმასპინძლდებიან სახლში. ეს არის ნადუღი, შეზავებული პიტნით და ასევე ჩახიხილი გვაქვს ზაფხულის ყველი. ზაფხულის ყველი არის ზაფხულში ყველს რომ ამზადებთ, მარილწყალში რო იდება, ის ზამთრისთვის რო ინახავენ ხოლმე. შეჭამანდი თუ გაგისინჯავს ქეთი, როდესმე ყველის შეჭამანს, ზუსტად აი ამ ყველის განაკეთებდნენ ძველად იმერლები. ნახეთ რა უნიკალურად არის გაქონი, მე ვერასდროს ვერ გავახვალეს, იმიტომ რომ ეს ელამიც. როგორც უკვე მიხვდი, არის საკმაოდ მძიმე მსუყე შიგ თავსი.
რომ გაგვენეიტრალებინა ზემოდან მომზადეთ соуსი. ეს ზაფრანასაც როგორც ხედავ არის ძალიან ბევრი ისეთი ელემენტი, რომელიც კაფეო არომატის არის. ყველაფერი რაც გაქვთ არის თქვენი ეზოსი და თქვენი საკარმიდამოსი. კი ბატონო. აი ჩვენთვის ასევე მთავარი ნატურალური. ფერმიდან მაგიდაზე და კიდე კონდალდათ იმის შეიძლება რომ სახშია სტუმრად. აი ზუსტად ხო? ეს სახლი თვითონ ოდა როგორც ხვდები ძველია. აქ რაოდაც იყო იგივე ტიპის ოდა, ოღონდ იყო იმდენად დაძველებული, რომ არ ექვემდებარებოდა აღდგენას და შეინარჩუნა მხოლოდ ბუხარი, კი? თქვენ სამასპინძლოში ამას უკვე იყენებთ როგორც კი ბატონო. კეცებზე. კი ბატონო, აი განსაკუთრებით როცა აგრილდება ხოლმე, უკვე აი ნეშოვზე ვაცხობთ მჭადებს, ლობიოს. ლობიოსაც აქ კიდე კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მოიხარშა ჩვენი კვერები ამ ნადუღის პიტნის და ზაფხულის ყველის შიგთავსით და ზემოდან ვუკეთებთ ღვინის ოცხანურის საფერეს და ველური მაყვლის соуს დარიჩინით. ზაფრანა, ფოთლები, ყვავილები ყველაფერი უხდება. დავასრულეთ კვერების გაფორმება და ახლა შეგვიძლია უკვე მივიღოთ. დავსწრეთ. სანამ აქამდე მივალთ, მინდა რომ ღვინოებთან ერთად გავსინჯოთ კერძები, თუ გვინდა რომ მაქსიმალურად შევიგრძნოთ ეს იმერული გასტრონომიის სიამოვნება და კი ბატონო, თქვენი მეღვინეობის მაკარიძის ღვინოები. კი ბატონო, ღვინოებს აყენებს ჩემი მეუღლე გოგიტა მაკარიძე 2008 წლიდან დააფუძნა მარანი და არც ვენახში ყურძნის მოყვანის დროს არ ხმარობთ არანაირ შხამქიმიკატას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს და ღვინის დაყენების პროცესშიც არანაირ დანამატებს არ ვიყენებთ. ესე იგი, როგორ მივიღოთ ლობიოს ესე და ჭადი აუცილებლად. ეს არის ჩვენი ყველი, ჩვენი დედამთილის დამზადებული ყველი მაჭიკზე. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეს ლობიო ეს მომწონს აქ რომ ეს ნიგზიანია და პამიდორი და ხახვი თავისი კარამელიზაციით და ეს ციტკბო. აქედან გრძნობ რა ქინძი და კიდე რა სუნელი აქვს. უცხო სუნელი და რა თქმა უნდა ზაფრანა. ხო, ზაფრანა რაღაცა იმერეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ბარათი. კი, ნამდვილად. აი ეს ლობიოს რა აურიეს, პამიდრიანი. აი ფერი და სიმჟავე. აბა მადლობა, ძლებო. გაგიმარჯოთ. გაგვიმარჯოს. ამ კვერებთან, იმიტომ რომ დადუღებული აქ მაყვალდა ოცხანურის საფერე, ამიტომ გვინდა რომ შევხამოთ ოცხანურის საფერეს როზე, ღვინო რომელიც არის დაყენებული უჭაჭოთ. ეს არის შესანიშნავი. მოგეწონა? რა კარგია. ცოტა ისე ვუყურებდი. ამ კერძს როგორ გითხრათ? აი ნეტა უნდა ამ არაჩვეულებრივ ყველს და ესეთი იმას ამდენი გემო, იმიტომ რომ ხა ღვინო დადუღებული მაყვალი, სეზამის ზეთი, ცოტა სიცხარე, აქ ამდენი სუნელი, მაგრამ შესანიშნავია. ეს არის კარგი fine dining რესტორნის კერძი. რა კარგად არის შავი წკინებული. აქ რაღაც соуსის ამბავია. კი, აბა რა, ეს არის ის соуსი, რომ ამბობდი. ჩვენი ბოსტნის წიწაკის. ეს პური არის ქუთაისში. არაჩვეულებრივი ორი გოგო, რომელმაც წამოიწყეს ეს საქმიანობა, საცხობი თავისი და აცხობენ სასწაულ პურებს. პური არის არაჩვეულებრივი, ეს უნდა გავაკეთო და ესენი და ცოტა ისეთია, ხომ სუბუქი, შუშხუნა, რა ვიცი, ფანტასტიკური, ესე იგი ვულკანიკა, აქ შევილია თქვა და მაინც ისე დავამთავრეთ, რომ აი აქ რომ მოდიხარ, უყურებ იმ ფილმს და უსმენ იმ მუსიკას, ერთად ცხოვრობ ძველ ფერმაში, იაო. და ყველაფერი არის ნამდვილი, აი რაც უნდა იყოს სოფელში და მით უმეტეს იმერეთში. მადლობა ყველაფერს. გაგიმარჯოთ. იმერეთის გზაზე შეუძლებელია რომ არ მოინახულო უბისის მონასტერი. თავისი ისტორიით, სიძველით, მნიშვნელობით და რასაკვირველია საიდუმლო სერობის უნიკალური ფრესკი.
იმერეთში მოგზაურობისას ერთ-ერთი მთავარი წერტილია რიკოთი, რიკოთზე მდებარე რესტორნები და განსაკუთრებით ზღაპარი. რატომ? იმიტომ რომ ხარაგაულის რაიონი ცნობილია თავისი სოკოებით და ჩვენ დღეს შევწვავთ ნიყვის აქაურობის ბრილიანტი, მაგრამ ვიცი რომ კიდე რაღაც სოკოები დამახვედრეთ. დავიწყოთ ნიყვის მომზადება. კეთზე, ცოტა მარილი. იმდენად არომატულია ეს სოკო და იმდენად წვნიანიც არის და განსაკუთრებული გემო აქვს, აღარც წვანილი ჭირდება, აღარც არაფერი არ ჭირდება გარდა მარილის და ცოტა კარაქის, რომ უბრალოდ კარგად შეიბრალოს. ეს არის ხის სოკო მანჭყვალა. ამას ხედავ რომ ხახვი აქვს. კი ბატონო, ნამდვილად. დაადე ცოტა კარაქი. სულ ცოტა ბევრი კი არის. ბატონო. ეს კარგად. ნაძვის სოკოა ეს. შემოდგომიდან იწყება, თვითონ წიწოვან ყეში ყველგან იზრდება თითქმის. ეს არის ცოტა სტაფილოსფერი. კი ბატონო. ხო? გამზადდა ჩვენი ნიყვი. აი აგერ გავხუხავე ხა გემრიელად და გემრიელად მივირთვებ როგორც მიირთვევენ აი ნამდვილად ესეთ ოდაში. ნიყვი არის ძალიან ხორციანი და ესეთი და ამიტომ არის ხოლმე რომ ნიყვს არ აყოლებენ არაფერს, შეიძლება მარტო პური მიაყოლოს. ნამდვილად. კაი, გახუხული პური. ესეც მიყვარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქედან უნდა დავიწყო გემო. ეხლა რატო ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ აქ არის ცხიმიც და ნიყვის გემოც და ესე ცხიმი მინდა. იდეალურია, მაგრამ რა ტიპის სოკოა ეს მანჭყვალა? ეს არის ხის სოკო, მოდის შემოდგომით, ძველ ხეებზე, აქცეულ მოტეხი ხეებზე ამოდის ხის სოკო. რა კაი სტრუქტურა აქვს. და დაბალანსებულია მარილიც ისე აქვს, ხის ხვახვი იგნება სიტყვას აძლევს. და გამისინდა სხვადასხვა და ხა უნდა გავიხსნო. ჩვენი რეგიონი მხარე ცნობილია თავისი სოკოებით, მაგალითად ზაფხულში ძალიან მიყვარს მიქლიო. კი ბატონო, ნამდვილად. მანჭყვალა. დათვაც არის აქ. კი ბატონო, დათვა სოკოც არის. კიდე რა სოკო? ჭადო სოკოა. ამას ცოტა ხრაშუნა სტრუქტურა აქვს. და მარტო ხახვი და მარილი. მარტო ხახვი და მარილი. ბატონო გია, ესე იგი, ჩემი აზრით, ნიყვი მაინც ნიყვია და მეფეა და სოკოებში ფიქრობ მარტო ჩვენთან მთელ სოფლიოში ასე. გია და არის სამეფო სოკო. სოკო თავის სტრუქტურით, თავისი გემოებით, ცხიმით. ეს მანჭყვალა ძალიან მომეწონა, ნამდვილად ხახვი იყო სიტყვომიცა, ერთადერთი ნაძვას გემრიელია სტრუქტურა. მე ოხრა ხუშანამე ეგეც დაუმატებდი, იმიტომ რომ ცოტა სიცოცხლეს და სიცოცხლეს შევმატებდი. ეს არის ჩემთვის ერთგვარი როგორც ჩვევა. აი ეს ჩვევა როგორც ტრადიცია, იმიტომ რომ ბავშვობიდან ესე ვარ და ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ასეთი კარგი მასპინძლობისთვის. მადლობა.